და გამოშვებას დღის სხვა სიახლეებით ვაგრძელებთ. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები ამჯერად სამართალდამცველებს მიმართავენ. მათ კაზრეთის პოლიციაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს სამუშაოები შეჩერდეს, რადგან მაღაროს ჯერ კიდევ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი უნარჩუნდება. მაღაროს ტერიტორიიდან აქციამ უკვე პოლიციის შენობასთან გადაინაცვლა. ადგილზე დილიდან მუშაობს ჩვენი ჟურნალისტი ნინი მეტრეველი საუბრებს პირდაპირ ეთერში. ნინი, ხომ არ გამოხმაურებია ვინმე აქციის მონაწილეებს პოლიციიდან? დიახ, აქცია უკვე კაზრეთის პოლიციის შენობასთან გრძელდება. აქციის მონაწილეები ელოდებიან სამართალდამცავების პასუხს მათ განცხადებით მიმართეთ, რათა პოლიციას რეაგირება მოეხდინა და შეეწყვიტა მიმდინარე სამუშაოები საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე, თუმცა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მათ სჭირდება დრო ვითარებაში გასარკვევად. ცოტა ხნის წინ კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ მაღაროს ტერიტორიაზე და სთხოვდნენ დაცვის პოლიციას, რომ შეეშვათ არქეოლოგი, რათა მას დაეთვალიერებინა იქ ვითარება, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. აქციას შეუერთდა ასევე ნინო ქადაგიძე-ჟვანიაც, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე სამუშაოები არის უკანონო და ის ამას წინააღმდეგება. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ნაწილი კვლავ აპროტესტებს მიმდინარე აქციას და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი კომპანია RMG წარმოებას შეწყვეტს, მათ შემოსავლით წყაროც აღარ ექნებათ. მივმართეთ პოლიციის უფროს იმისათვის, რომ სასწრაფოდ მოეხდინა ჩვენს განცხადებაზე რეაგირება და შეწყვეტილიყო ის უკანონო სამუშაოები, სამუშაო კი არა ნგრევა, ვანდალური აქცია, რაც მიმდინარეობს ამ წუთებში. სამწუხაროა, რომ ისევ იგივე რეჟიმში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი საკუთარი ხელით ვანადგურებთ ჩვენ საკუთარ ისტორიას, ჩვენ საგანძურს, ჩვენს ბუნებას. რა ვიცი. და კიდე მე რაღაცა სხვა ადამიანების სპეკულირებენ, რომ აი სამუშაო ჭირდებათ და თითქოს სხვა საშუალება მათი სამუშაოთი უზრუნველყოფის არ არსებობს. ნებისმიერ ბოლნისელს, ნებისმიერ მადნეულის, კაზრეთის თანამშრომლებს ყველას უნდა რომ მადნეულმა იმუშაოს. ჯერ რო არ მუშაობდეს, მაშინ უნდა ამუშაოთ მადნეული. იმიტომ უნდა ამუშაოთ, რომ მთელი ნახევარი ბოლნისი, ნახევარი საქართველო და მთელი კაზრეთი ამაზეა დამოკიდებული. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ კი პოლიცია რეაგირებას არ მოახდენს, ისინი მიმართავენ უკვე გენინსპექციას, პროკურატურას და კაზრეთიდან გადაინაცვლებენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. მადლობა ნინი მეტრეველი საუბრობდა კაზრეთიდან. RMG Gold-ის ქმედებაში არანაირი სამართლებრივი ხარვეზი არ არსებობს. ამის შესახებ კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი საუბრობს არჩილ კბილაშვილის განმარტებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა საყდრისი ყაჩაღიანის ოქროს საბადოს სტატუსი მოუხსნა და ძეგლის დაშლის ნებართვაც გასცა. შესაბამისად, კომპანიას უფლება ჰქონდა სამუშაოები განეახლებინა. კბილაშვილის განცხადებით, სტატუსის მოხსნა მაშინ ხდება, როდესაც ტერიტორია სრულად შესავლილია. სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული იქნა თანხმობა კომპანიისათვის არქეოლოგიური ობიექტის აღების დაშლის შესახებ, რაც იქნა კომპანიის მიერ სისრულეში მოყვანილი. ამდენად მე შემიძლია ვთქვა, რომ არსებული სამართლებრივი ბაზა, რომელიც არქეოლოგიური ობიექტის აღებას, დაშლას ადგენს და ითვალისწინებს, სრულად იქნა გამოყენებული, შესრულებული, რის გამოც განხორციელებულ აღებაში სამართლებრივი ხარვეზი არ არსებობს. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კომპანიას მხოლოდ კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება გააჩნია, რომელიც მაღაროს კულტურული მემკვიდრეობისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნას გულისხმობს, თუმცა იურისტების ინფორმაციით დოკუმენტში არაფერია ნათქვამი სამუშაოების დაწყებისთვის მინიჭებული უფლების შესახებ. როგორც საიაში განმარტავენ, თუ კი ცალკე ბრძანებით არ არის განსაზღვრული სამუშაოების განახლების უფლება, ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კანონს წინააღმდეგება. ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამ ეტაპამდე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების გასაჩივრება კულტურის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის წესით, თუმცა ალბათობა იმისი, რომ ამ საჩივარს ვინმე დააკმაყოფილებს, არის ძალიან დაბალი, ვინაიდან 12 დეკემბერსვე სამინისტრომ ძალიან სწრაფ რეჟიმში დაუკმაყოფილა მოთხოვნა სააგენტოს და სიდან ამოიღო საყდრისი ყაჩაღიანი როგორც კულტურული მემკვიდრეობა. რეალურად იმდინარე წელს მთავრობამ RMG Gold-ის ლიცენზიის მოქმედება გაუგზავნила 2015 წლის 1 იანვრამდე და კომპანიის ინტერესი შედის, რაც შეიძლება მალე მიმდინარე წლის დასრულებამდე მოუწოდოს გარკვეული სამუშაოების წარმოება, ვინაიდან 1 იანვრიდან მას არ ექნება იქ ოპერირების საშუალება.
სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება საპატრიარქო საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროში მიმდინარე სამუშაოებს გმობს. გავრცელებული განცხადების მიხედვით მაშინ, როდესაც მეცნიერები დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი ასევე სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დაანგრევას, სამუშაოების განახლების უფლება კულტურის სამინისტროს არ უნდა გაეცა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის საუთვისებლობის მიზეზით RMG Gold-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც საპატრიარქოს მიაჩნია, რომ კომპანიას, რომელსაც აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისთვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო. ამავე საკითხზე შეფასება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. ამ დღეებში მოხდა აფეთქება. საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი აქტი და ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომელთაც ეს აფეთქება მოაწყო. და ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს ამისი ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს. საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას კულტურის მინისტრსა და სხვა მაღალჩინოსნებს აკისრებენ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები. მათ აქცია სამინისტროსთან გამართეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ისინი მანიფესტაციების შეწყვეტას არ აპირებენ, ასევე მოითხოვენ მიმდინარე სამუშაოებში სპეციალისტები ჩაერთონ. როგორია კულტურის სამინისტროს პოზიცია, აქ დღეს გამართულ აქციებს არავინ გამოხმაურებია, მაგრამ განმარტება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაკეთდა გუშინ. როგორც აქ ამბობენ, საყდრის სპეციალისტების დასკვნის შედეგად ძეგლის სტატუსი მოიხსნა, შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები კანონზომიერია. და გამოშვებას დღის სხვა სიახლეებით ვაგრძელებთ. მორიგი